მოგესალმებით ძვირფასულ მაყურებელო, ჩვენი გადაცემა გრძელდება. მადლობა რომ გვისმენთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ხართ. მადლობა რომ გვისმენთ და ასევე მადლობა რომ შემოგწირეთ თქვენი შრომით ნაშრომი ფული, განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავხადო. რა შევი? როგორი ხდება? მაშინ ხოლმე გამოვაჩინე. გაუშვ, ასე ვიზა. აი, გიორგის დისკორდიდან, რომელმაც შემოგწირა 20 ლარი, რათა მივირთვათ რა არადი კუბდარი, რომელსაც ახლა მე ნელა დაუჭრე და შენ შეგიძლია ხო, რაც ხსნის საუბარი გამარის აქ ის რაც არის გაშვებული. კუბდარი ჩვენი ტრადიციული ნაციონალური საჭმელია. განსაკუთრებით მომდინარეობს რეგიონის სვანეთიდან და ამას დავაგემოვნებთ, ეს არის ვისი არის არ ვთქვათ, იმიტომ რომ იმას ფული არ გადავხდიეთ თქვენთვის. ჩვენ გადავიხადეთ პირველად. და 22 ლარი, ამიტომ ჩვენ არა, გიორგიმ გადაიხადა დისკორდიდან. ასევე ეს კარგი შანსი არის იმისთვის, რომ დავფლაგოთ ჩვენი დისკორდი. გაწევრიანდით, ლინკი იქნება ამაში, რა ქვია, კომენტარში, დაპირნულ კომენტარში და შეგიძლიათ შემოვერთდეთ 650 რჩეულ ნაცს და ასევე მოგცეთ ფული. და გვაჭამოთ კუბდარი ან რავი მე ასე გავიგე მიშას სუში უყვარსო და სუში შეიძლება. ხო. რატი დღევანდელი გარჩევის თემა რა საგნები რა იქნება? ცოტა ცუდიდან აგვაქვს, მაგრამ არა უშავს. რატომ? დავიწყოთ, მოდი, ესეთი ყველაზე ცხელი ამბით, რომელიც არის დაწვა ბაზრის. პირდაპირ ნიშნულებით ცხელი ამბავი. ასევე იერუსალიმშიც არის, ხა რჩეულ ქალაქშიც არის ხანძარი, მაგრამ მაგაზე მე ვისაუბროთ, ჯერ ვისაუბროთ ბაზარზე. აუ, ჩემ. ეგრეც ვიფიქრე სხვათა შორის, რომ ეგ მოგივიდოდა. ბიძინა. ჩემ ბლოკნოტის კაპუჩებას არ გაპატიებ. არა უშავს, მაინც წითელი პასტით წერა იმაში და კარგად ჩაჟდება ყურძნის ეს ქვია. ო ეს ღვინო არ არის. ხო. ყურძნის წერი. აი მოდი ესე გავაკეთებ. აჰა. დიახ, ხანძარი. ისმენთ. რა შეიძლება ხანძარ ხო ეს? არა, ძალიან უცნაური არის, რომ ორი ამბავი რა არის მაგაში უცნაური. ერთი რომ დიახ ძალიან ბევრი რამე იწვება ამ ქვეყანაში და მეორე რომ არასდროს არ არის ეს დაწვა პოლიტიკური. არა. ადრესატოს პოლიტიკური არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით იქ მოლი აშენდება, ხო, მე მგონი რომ მან რაც აშენდება ვიცით ახლა. გზა ლევან ხაბეიშვილმა დაექსპოზა ეს უკვე. მართლა? კი. მე არ მინახავს. ჩემი დანაშაული რომ ეს პოდკასტი ვერ ნახავ. მაგრამ ახლა ვისაც არ უნახავს პირველ რიგში ნახეთ ლევან ხაბეიშვილის პოდკასტი ახლა აბრეშუმის გზა ხო? დიახ, აბრეშუმის გზა, რომელშიც ცალსახად არის განხილული ყველაფერი. ახლა მე რაც მახსოვს, არის ესეთი რაღაცა რომ იქვე ძალიან გემრიელია. ნაცნობია იქნება. მოიცა? მეც ავიღებ ჩემს წილს. იქვე ბაზრის ტერიტორიისთან ახლოს კალაძის კურთხევით მის ერთ-ერთ ნათესავს ნათლი მირონს თუ რაც ხააგე ასეც გადაეცა რომელიც არის არქიჯგუფის ფლობელი გადაეცა მიწა ალბათ სიმბოლური ერთლა რა თქმა უნდა ეს უკვე სპეკულაცია არ ვიცი და ნუ იქ მისასვლელი ხა ხონდა აშენეს კორპუსები გასო აბა ისე როგორ შეიძლება ხო და იქ გზა ხონდა მივიდეს კორპუსებთან იმიტომ რომ იქ მე კალაზის ნათესავები რო იყიდიან ბინებს იმათ არის ხა პლებე გლეხებს ხوار განმოხედავენ იქიდან რომ აი ესე ვაჭრობენ და ბაათუმი გავიდა ბაათუმის ხوار დაიყურე მოისმენა კაცო ეს ამიტომ ხელს უშლიდა გზის გასაყვანად ეს რა ქვია მაგას ბორჯომის ვაგზალი თუ როგორი ქვია? აუ არ ვიცი. ხო, ბორჯომის ვაგზალი. ხო, დიდი ტერიტორია არის ხო და უცებ უფლის წყალობით ესე რა საიდანღაც გაჩნდა ეს. ხო, საიდანღაც ხო რატო. მაგრამ ეგ კიდე რომელი ხანძარი იყო რა მაგანი მახსენდება ესა? ბავშთა ესა ბავშთა სამყარო რო დაიწყო. საბა ის არის კაცო. ავეჯის მაღაზია საბა. ბავშთა სამყარო საბა. ბავშთა სამყარო Battleground. კი ბატონო. ის რა ქვია? Battleground-ი. ეს ეგეც ხო დაიწვა. ხო და რა არის Battleground-ი? სასროლეთი რო იყო, სადაც სპეცრაზმელი რო. ხო, ეგ აფეთქდა კი. აფეთქდა? ხო, ეგ აფეთქდა. ხო. აფეთქეს. ხო, ძალიან ბევრია რა, წელიწადში ერთი რაღაცა იწება. თქვათ რომ მან Battleground-ში ეს ორი კოდორის სპეცოპერაციის ვეტერანი გახლდათ. დიახ.
ხო და მანამდე კიდე ბევრი რაღაცები იწვებოდა გახსოვს და ერთი რამდენიმე წელს მე მგონია თითქოს უკვე 10 წელი გავიდა ასე მგონია, მაგრამ ის იყო რომ კარფურები შენდება მან. ხო, სპეკულაცია, არც სპეკულაცია. ხო და ბავშვთა სამყაროზე ეხლა უკვე ის რომ დაიწყო, იმის მეორე დღეს გამოაცხადეს, რომ აქ ვიმსახურებთ, მივიღებთ სავაჭრო ცენტრს, რომელიც ალბათ იქნება უჩა მამაცაშვილის. მე კიდევ ვინ არის მაგათი ფეოდალი. ხარფიშვილი, რა ვიცი, ვინმეს ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, სალსახად თქვენით ნაშოვნი ფულია და სალსახად თქვენი შეზღუდული ტერიტორია ამადა და გახსენით და ჩვენ მოგცემთ ჩვენს. მაგრამ მე რა მაინტერესებს ეს რატო არავინ არ იმარშება ამას. როგორ შეიძლება ეგ ანუ ნაცების დროს წარმოიდგინე ვიღაცას რომ ფეხი უბრუნდებოდა ისიც ვიღაცას ფეხი რომ უბრუნდებოდა და თითო ქათმიდან ერთი ბარკალი ვიღაცას ტიპა დაწვა რა ვიცი ნახევარი ქალაქი და ანუ რავი ანუ განსნაურია ეხლა საინტერესო შეკითხვა. შემდეგი რა იწვის საქართველოში? ოლიგარქია, ცეცხლი ოლიგარქიას არ ხვევს ეს. ოლიგარქია ორ კვირაში, მაგრამ ამაზე რა დაიწყება? შემდეგი შეიძლება დაიწვას. მე მგონი რომ ძირითადად ის ტერიტორია, ანუ მე მგონი რომ გდანისკენ დაიწვება რამე. გდანისკენ? ხო. არა. დანისკენ ისეთი ძვირი არ არის, რომ პროსტა ვერ შეიძინოს ამან რა ვიღაცამ. მაგრამ მეორე მხრივ მე მგონია რომ ისეთი რაღაცები იწვება, რაც ანუ არც ისე ურბანულად განვითარებული არის. მაგრამ ცენტრში ხო და ანუ რო დაწვა იმას იქ მე რაღაცებს აშენებ რა. ეხლა მაგა ვაკეში ვერ გადაწვა რაღაცას, იმიტომ რომ მეტნაკლებად მოდერნიზებული არის. კი, კალაძემ უკვე რა ქვია. ხო, აი მაგას არ დავწოვთ. მაგას ანგრევენ ისედაც ილიანის ვერ დაანგრევენ. რა სანამ აქ ზივა. სტუდენტური პროტესტი გადაიღებება და არ აი ეს არ არის სტუდენტი, ეს არის ორგანულად რას ლაპარაკობ. ხო, ილიანიზე ისა შენ და ლევან ბერძეიშვილი გადაიღებებით ხო? ეგ რა არის მანდ ხო? არ ვიცი. მე აღარ ვარ მან, იმიტომ რომ მე ხელფასი ვეღარ გადამიხადეს და მომიწია იქიდან ჩამოსვლა. ასე ვთქვათ. ოედიპოსეული რა პარალელი არის გაქვს? ოედიპოსმა თქვა, ჩემი დედა მოვიდა. გვალოთ ბატონო ლევანეს, ასევე თქვენი ფულით შევიძინეთ ლევან ბერძეიშვილი. ხო, მადლობა გიორგის ისტორიიდან. ძალიან მოგრაშული გადაცემა გამოგდის ახლა. არა, მე ხეცანი წავიყო. ხო. ახლა მოგრაშული გადაცემა გამოგდის. რა მიდევს ის ხეთ. ხო. კაი. არა, ილიანით გაზდა იდგება ხო, ამიტომ ეს შავი პიარი თუ შეიძლება გვერდით მოიტოვეთ რა. შავი პიარი არა, ეს ბიზნეს ოცნებებია გასულ. მე კი არ მინდა რომ ილიანით დაიწყოს ლაპარაკობ. ხო, შემდეგი. არ გვინდა დაწვის თემა, გავაგრძელოთ. არა, მე ვფიქრობ რომ შემდეგ სამიზნეთ ამოიღებენ ელიავას სერიოზულად რო ველაპარაკოთ. ელიავას იქ ანუ სანაპიროზეა. ელიავას ვერა, ელიავას ამოიღებენ სამიზნეთ, მაშინ დამთავრდება ქართული ოცნება. ეს მართლა არ მოიწმეს. ნახევარი საქართველოს მან დაკეთებს მანქანას ეს ერთი და მეორე მე ვიყავი ერთხელ ელიავაზე მანქანის გაჩერება მინდოდა და ანუ ის არის რა ჩაოლებრივი ანუ დაჟე ანუ ის კი არა აქვს რა ქვია ქუჩები კი არა აქვს ტიპებს ანუ რომ აი ეს ქუჩა ჩემია მაგალითად ანუ აი ოთხკუთხედი ადგილები ეს კვადრატული მეტრი ჩემია ეს 3 კვადრატული მეტრი ჩემია ხო მაგრამ ბიჭო ხა ეგრეა განაწილებული ხალხს ნუ ხო მაგრამ არ ვიცი რა ჩახედე ესა რა ქვია ელიავასთან არის წერეთილის მეტრო მაკდონალდსი სანაპირო არა ხო ელიავა ძალიან მგებთავარია მანდრო კოაკოლის სადილოა ეგ არ ხო არა მაგას შალვარ რამიშვილი გადაიფარება და მაგას არ და მეც გადავეფარები და ის კაცი არ არის ახლა გერმანიაშია ჩვენი მეგობარი რომელიც კიდე გადაიფარება ხო კაი შემდეგ მაგრამ სწორი კარგი ლოგიკური ის არის ეგ რომ შეიძლება დაწვა მაგრამ მე მაინც ეგ ხო იყო სპეკულაცია მაგალითად რომ აი 9 მაისს შეიძლებოდა რომ ის რა ქვია ყაველაში ჩასულიყო რუსეთში, მე გულში მჯეროდა რომ მაგას გააკეთებდა, იმიტომ რომ მაგას მართლა არ მოითმენა ქართველი ხალხი. აი ელიავაზეც ეგრევე ვფიქრობ რა, რომ ანუ კარგი სპეკულაციაა, მაგრამ მე მგონი რომ არა, მე ხა ამამდის შემოუნგდებს არ ეწყინოს, მაგრამ მე ვჯეროდა რომ ეს რა ქვია წავიდოდა ყაველაშვილი. ხო, მაგრამ თემა ხო წამოიჭრა. ჯერ არ გაქენებულა და ნახო. ეგეც არ ვიცი თქო მართალია. ხო, ან კიდე დიდუბის მეტროს ვფიქრობ მე მეორე. დიდუბის მეტროს გარშემო უკრიბა რო გაანადგურონ ეს ხო ეგ მაგის შანსი არის ხო? კი ბატონო. არა, ფაქტობრივად უკრიბა გაანადგურეს უკვე ყალაძემ გადათხარა იქაურობა.
ანუ ის ბიზნესები რაც იყო, იმის 1/4 უკვე მოკლა კალაზე იმის წერეთლის რეკონსტრუქციით. ხო, მართალია კი. ხო. კი ბატონო, შემდეგი ახლა ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ შენი შემოგდებული თემა. თემატურად რო დავუკავშირო, კი. მოიცა რა. არ გინდა? კაი, მიდი. ეგ თემა თქვი. მეგონა ისეთი აგირჩია, რომელიც ამას ებმოდა რა არა, ხო, რომელს ამბობდი, შენს ხო იცი რა წერია ახლა? აღარ მახსოვს რა. აბა თემატურად ამასთან რა უნდა დავაკავშირო? შენ სპარგალკა გაქვს და მე არ მაქვს. კაი, ხო. თემატურად ამასთან შეიძლება დავაკავშიროთ. იყოს ჩემი სპეკულაცია, არ არის პრობლემა. ხო, ესა, შენი აზრით 26 მაისს რა მოხდება? მოდი ჯერ ვილაპარაკოთ რა არ მოხდება 26 მაისს შენი აზრით. ჩემი აზრით 26 მაისს არ მოხდება არაფერი, როგორც არასდროს არაფერი არ ხდება, აი ესე. ამ იკონურ დღეს როგორც არაფერი არ ხდება. ხო, აი მაგალითად 2025 ხო არის? 14 წლის წინ 26 მაისს არაფერი მოხდა რა. რა მოხდა ძვირფასო დამსწრე საზოგადოებაო? არაფერი დამსწრე. არაფერი არ მოხდა რა. ხო, და არც ახლა. მაგრამ ხო, სერიოზულად რა, დიდი ალბათობით ახლა 26 მაისი, ანუ მართლა ეს არის რა ქვია დამოუკიდებლობის დღეა, დიახ. მნიშვნელოვანი თარიღი და ნუ როგორც ყველა სხვა მნიშვნელოვანი თარიღზე, სავარაუდოდ ამ თარიღსაც ექნება რაღაც რეზონანსი რა იმ ხალხში, ვინც აპროტესტებს და იმ ხალხში, ვინც ეს რა ქვია ხელისუფლებაში არიან. არალეგიტიმურ მთავრობას საქართველოს. მაგრამ მანდ ეხლა ჩემი აზრით ესეთი რაღაცა იქნება. არის ეს რა უნდათ კონცეფტს რომ მოხდეს 26 მაისს შენი აზრით? კონცეფტს უნდათ 26 მაისს ის მინიმუმის რომ მოხდეს, რაც 9 აპრილს ის არ მოხდეს, რაც 9 აპრილს მოხდა, იმიტომ რომ 9 aprilს ხო არ მიუშვეს ეგეინა, ეგ ცალსახად გამარჯვება იყო ეხლა ქართველი ხალხის. ეგ არ უნდა რომ მოხდეს. შესაბამისად უნდათ რომ მოხდეს ის, რომ აი რაღაც ყველა ქართველები ვართ და ისე ბოდი შეგაწყვეტინე ხმა ეხლა გავსინჯე პირველად ეს კუბდარი და ურმით მოსიარულე სამართლის გემო აქვს რა. აი დაღიანებული სამართლის. ვისაც როგორ უნდა ესე გაიგოს. კაი 26 მაისს რო დავუბრუნდეთ. ხო, ჩემი კონცეფტს ცალსახად არ უნდათ ის რომ ისეთი რადიკალურს არ დავახსენებდი მაგას, იმიტომ რომ რადიკალური არ იყო, მაგრამ აი არ უნდათ რომ ოპოზიციურმა სპექტრმა როგორც 9 აპრილს ისე ტრაქში შეიპოს თითი და მე არ წავალ არსადო თქვას. ეგ არ უნდათ, რა თქმა უნდა, მაგრამ მოხდება ეგ? არ ვიცი, იმიტომ რომ 9 აპრილსაც გამოს. სულ მომენტებში ვაკეთებ ხო ამას. 9 აპრილსაც იქ იყო ხალხი, რომელიც იძახდა, რომ მოუშვათ კაცო და რა პრობლემაა ეხლა, ანუ კი, იყო, მაგრამ აი დაჟე ტიპები მოდიონი, რომლებიც იძახდნენ, რომ მეო კაცო, მანდ ვიდექიო 9 აპრილსო რა, და ის ვიღაცებს მართლა ეჯერათ მაგის რომ სიყვარულის დღე უნდა იყოს და არა სიძულვილის. ხო, ვიღაცებს მართლა ეჯერათ მაგის რომ ის ტიპი მართლა 9 აპრილს თავის დროზე იქ იდგა და ეხლა მაგიმით მოდიოდა. რას გონით რომ ხო არა? ნებისმიერ ადამიანს რო გააჩერო ქუჩაში ქართველი გეტყვის რომ მე იქ ვიდექი 9 აპრილს. ხო, არა, ძალიან საცილო არის იმ ტიპს რო ჯერა რომ ტიპი ანუ ამათ ეშინოდათ რომ აი მე მართლა 9 აპრილს თუ იქ იდგა და ხო ხედავ იბრძოდა და რაღაცა ეხლა მე აქ რო არ მოუშვა, მაგრამ ტეხავს და რავი რატო ტეხავს კაცო, ანუ თუ არ ესმოდა რატო იდგა 9 აპრილს იქ რა მნიშვნელობა აქვს ახლა მაგის დგომა. ჯერ ერთი არ იდგა, მაგრამ მეორე როგორ შეიძლება? ხო, რა მე ხა მაგალითად 9 ხა ვინმეს განარამე, მაგრამ აფხაზეთის ომის ვეტერანები არიან, გახანებული კოცები და რა პრორუსები და ხო, რა ვიცი, ანუ 2008 წლის ომის ზოგიერთი მონაწილე არის, რომელიც რავი ჩვენ გვაბრალებს ომის დაწყებას, რა ვიცი. ხო, კი ბატონო, ანუ თუნდაც 2008 მოხალისეებით და 11 წლის მერე და 99 წლის მერე გავიდა ეს რა ქვია 30 წელი გავიდა და 30 წელი გავიდა სიდუხჭირეში -9-ო სიდუხჭირეში და ავადმყოფობაში და რა ვიცი მე და რა გასაკვირია რომ ზოგიერთ ადამიანს მენტალური პრობლემები გაუჩნდა ამ პერიოდის განმავლობაში და ხა რატო გგონია რომ 9 აპრილს იქ მდგომი თუნდაც მართლა იქ მდგომი ან თუნდაც აფხაზეთში იქ მეომარი თუნდაც მართლაც იქ მეომარი და არა მხედრიონის ესა რა ქვია ბრიგანდი შეიძლება იყოს ეს რა ქვია კოცი დღეს და გითხრეს რომ არა 9 აპრილს რუსები ჩვენი მოძმეერია და რაღაც სიროვები რატო რა გასაკვირია მაგაში მაგრამ 26 მაისზე ჩემი აზრით მაინც ის ფრთა გაიმარჯვებს ოპოზიციის რომელიც გამოვა და ესო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ყველასი უნდა იყოს ისევე როგორც კოცის ხო ეგ ძალიან უცნაური არ არის წარმოიდგინე 26 მაისს რომ ანუ იგი რა ვიცი მე რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ რუსები რო ჩამოვიდნენ ახლა მაგალითად და დაიყონა გვერდით რავი ანუ ხო არალოგიკურია რა მნიშვნელობა
ერთი რუსი რომელიც ომს გამოიქცა ძალიან ვერ გამოიქცა სხვათა შორის და სად მოკვდა სადღაც რო ჩამოვარდა და ჩაიხრჩო ვარძიაში მაგრამ ვარძიაში როგორ დაიხრჩო არ ვიცი რაღაც ჩამოვარდა და მოკვდა თუ რავია დედა მოეთყნა ამიტომ რუსებო სიკვდილი ყველგან მოვა თუნდაც საქართველოში სიკვდილი და სამართალი ურმით დადის რომელი უფრო ნელი ურმით დადის ამას დროა ჩვენებს და ინდივიდუალური case by case-ია, მაგრამ როგორი რაღაცა ხა ეს ვარძიაში ხო ესენია გამოქვაბულები არის. ხო და აი გამოქვაბულში რომ დაკარგულიყო კიდე მესვის. მაგრამ ლიტერალურად დაიბრედა. ხო რა გამოქვაბულში აქ ვარძია. მაგიტო ქვია რუსი დაკარგულა თორე მაშინ რა ქვია ვარძიაში. ვიღაც ქართულს დაუძახა გზეტიო და იმან ქართული იცოდა, იმიტომ რომ რუსები ხო ჩვენი მოძმეები არიან. და იმან აქ ვარძია ესე დაუძახებენ და მაგიტო ქვია ვარძია. იცოდი და მე დაიხრჩო. ხო, ნუ მოკლედ, კაი, ეს მინი თემა იყო რუსი რომ დაიხრჩო. ერთ მაცხონოს მისული, გამომაჯოს. ოპა. მე არავის სიკვდილი არ მიხარ. სალფეტკები გააძლეს რა. რაც შეეხება ახლა იმას 26 მაისს რო დავუბრუნდეთ, ანუ მაინც ჩემერზით გაიმარჯვებს ის. დარწმუნებული ვარ ახლა მიდის საუბრები ოპოზიციებში და ვიღაცეებში, არა მარტო ოპოზიციურ პარტიებში, ზოგადად სამოქალაქო სექტორში. სამოქალაქო სექტორი ასე ქვია, ხო? კი. როგორ აღავაკეთოთ ახლა? იქიდან პაატა ბურჭულაძე არის, რომელიც ეუბნება, ესე აკეთებს. უნდა ვიბრძოლოთ. ის იქიდან დოი გამოდის მაგალითად, დოი დაიმახსოვრე მაყურებელ დაუბრუნდეთ ამ თემას. დოი გამოდის და არა, ესე აკეთებს. არა, დოი სახიობია. არა, ნუ რეჟისორია, მაგრამ დოი ის ბანი არის და გამოხატავს. ხო, ის რა ქვია. არა, ესე აკეთებს და ის შესტეკ პაატა. ხო, ქართულ უნდა გადავარჩინოთ ეს. რას ჩადიხარ? ხო, ნუ მოკლედ. პაატა. მე ჯერ ოიდიპოსიც არ დამიდგია. ოიდიპოსი? რა? ოიდიპოსი არ აკეთებს. პაატა კონტექსტისთვის უნდა ითქვას, რომ ოიდიპოსი დადგმულია თავს თუ ისე შორეულ წარსულში. აი, შენ ხარ გაუნათლებელი და კულტურალიზმი. არა, მე ოიდიპოსი დადგმული არა, წაკითხული. ოიდიპოსმა იცოდა, რომ დედამისს ყდავდა და მაინც მადლობა ბატონო ლევან და მადლობა ბატონო დოის. ხო, ნუ მოკლედ საბოლოო ჯამში რო ჩამოვიდეთ ემაზე რა ქვია, სათქმელი რო გავაკეთოთ და სათქმელი რო ვთქვა, დიდი ალბათობით სამოქალაქო სექტორში და არა ოპოზიციურ პარტიებში, იმიტომ რომ ოპოზიციურ პარტიებში მირას ასე ეკითხება, ხა ეგენი ხო ქიხები არიან. მიდის ესეთი დავა. ვიბრძოლოთ თუ არა 26 მაისს. იქიდან ეუბნებიან რომ აი 9 აპრილს გავემარჯვეთ, ნაზვის ხის დღეზე გავემარჯვეთ, 28 დეკემბერს ჩავიჯვით. ჩავიჯვა ზურაბიშვილმა ჩაიჯვა და მე ეს დღნერი წაგვისვა ჩვენ. მე აქედან მიდის რომ არა ეგ ხალ კარგი გასაგებია ხა ნაზვის ხე არ დავადგმევინეთ თურმე და ეს კარგია იმიტომ რომ ნაზვის ხე არ არის თლად ისეთ სიმბოლური. მაგ დღესაც რამდენი ის იყო გახსოვს ვიღაცები რო იძახდნენ რომ ჩვენ სხვაგან წავიდეთო და რაღაც იყო ეგ კი ბატონო ხო. სიგიჟია ბიჭო. მე ბიჭო სერიოზულად რო ლაპარაკო ხა ხო არ იქნება ის რაღაც მოფსმული ხო არ იქნება სუფრაზე ხო მაგრამ ისე სხვათა შორის უნდა აღინიშნოს რომ ქართული სუფრა არის ქართული აგორა ბერძნები რო დადიოდნენ იქ რაღაც იყო ქართული აგორა ეხლა არის რა ჯანმრთელობა არ არის ეს ღვინო არა მოკლედ ჩემი აზრით 26 მაისს როგორც ყოველთვის არაფერი არ მოხდება და ესენი კიდე იტყვიან რომ 26 მაისი ყველა ქართველის დღეა და ამიტომ ხელი არ უნდა შეუშუროთ ქართულ ოცნებას იმიტომ რომ აღარ მაქვს არაფრის იმედი მე კი ამაზე ვიტყოდი მოდი ამჭიქი არა რეალურად ეხა ყველა ქართველი მე მაგაში ვეთახმები რომ ყველა ქართველის არის 26 მაისი ოღონდ ანუ ზოგიერთი ადამიანი არ არის ქართველი უბრალოდ რაც დაგვეს მოქალაქეობა აქვს არ ნიშნავს მაის და მაის რომ ქართველია და მორჩა რა კი ბატონო სამამისად აზრი არა აქვს ახლა ის 26 მაისს ადაღნიშნავს რუსთაველზე თუ კუბოში არ მნიშვნელობა არ აქვს ჩალს ახალ ხო და რა ვიცი მეც იმედი მაქვს რომ რა ვიცი მე
ისეთი ადამიანები, რა ვიცი, მე გადაწონიან ამ ყველაფერს, ვინც ცოტა ნორმალურად უყურებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. დოის რო დაუბრუნდეთ ახლა სხვათა შორის ეთერში ნუ რაღაც სკანდალური ეთერში თქვა ვიღაცასთან რომელიღაც ჟურნალისტთან აღარ მახსოვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილიო თუ ბიძინა ივანიშვილი ხარდამჭერებიო ჩვენო გვაძახებენო რომ აი თეატრი აგიშენათო და რატომ არა ხართ მისი მადლიერებიო და ესო გენაცვალეო ბიძინა ივანიშვილმა კი არა გიორგი გახარია მაშინა თუ მაინც და მაინცო ეს რა ქვია სახელმწიფო ბიუჯეტითო, მაგრამ ანუ მაინც კოცებს შეესწირა მადლობა. ჯერ ერთი მადლობა შეესწირა კოცებს და მადლობა გადაუხადა იქ გახარიას რომ სახელმწიფოს ფულით ეგ გააშენა, მაგრამ მეორე კაცო გიორგი გახარიამ კი არა ჩემი ჯიბიდან არის გადახდილი პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ხო რა ვიცი მე რა შენ ჯიბიდან და გიორგის ჯიბიდან და კიდე იმ ხალხის ვინც ჩაგვირიცხა ფული, მაგრამ ეს ანონიმურები დარჩნენ და არა ეს რეკვესტები არ ქონიათ რა რამე გავუკეთებინა. შეკვეთა თუ გაქვთ თქვენ რამე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, შეგიძლიათ გითხრათ რომ გაგზავნეთ ფულს Discord-ში, ჩვენ ყოველთვის აქტიურები ვართ, მე თუ არა რატი. ეს პირიქით. შენ ხარ აქტიური, მე ანდა. ხო, კაი, ხო, მაგის მომთ მე თუ არა რატი რა. თუ არა და კიდევ ვინმე ჩვენი დანიშნული მოდერაციის გუნდის წარმომადგენელი. ჩვენი ხელდასხმული მოდერატორები. დიახ, რომელთანაც რომ შეგიძლიათ გამოგზავნოთ, მოგვივა მოკლედ ინფორმაცია და გითხარით რისთვის აგზავნეთ ფულს და ჩვენ ამას ჩავიდეთ. გაჩნია ახლა რაციონალური პარკლები. რა თქმა უნდა. ან ყველაფერს თავის ფასი აქვს გულობოდა გაზავნეს. ხო, ნუ მოკლედ. არა, ეს დოის ეს ის არა მე ისეც არ მჯერა კაცო რა თქმა მაგას ლაპარაკია რომ უყურებ ანუ ვინ აპროტესტებს და რა საპროტესტებს ანუ 90% არ ვიცი მაგრამ ანუ ვინც ჩანს არის ну კაი კოცი არ არის მაგრამ რაღაც 2 წლის წინ კოცი იყო რა და მენტალურად ჯერ კიდე კოცი არის ხა დოის მე არ მჯერა რომ ახლა იგი ისე უყურა ანუ ჯერ ერთი რომ დოი დიდი ალბათობით პოლიტიკაში ჩაერთო გუშინ ანუ სანამ მართლა მაგის კარებთან არ მივიდა და ანუ რაღაც რა ვიცი ახლა თეატრი არ დაუხურეს თუ რაღაც ეგეთი მანამდე ვერ მოიფიქრა რომ ქვეყანაში შეიძლება და რაღაც ცუდი მომხდარიყო იმიტომ რომ თეატრში კოცები დადიონენ და ფულს მაინც იხნიან და მაგას არ აწუხებდა ეგ ხო ხო და ვის არის რა ანუ ძალიან ჩოვლებრივი ამბავი არის რომ მართლა რა ვიცი მე ეკა ბესელია სალომე ზურაბიშვილი დავით ზურაბიშვილი რა ვიცი მე ანუ სია გრძელია კიდე რა ვიცი მე მარტო ზურაბიშვილები არ მეყოფა რომ ჩამოვთვალო და საერთოდ ისე ასეთ ასე დავასპოილერებ ხალხს მალე იქნება ვიდეო სალომე ზურაბიშვილის რევიუ და ამისთვის მე რისერჩს რო აკეთებდი ჩემო ძვირფასო რატი აღმოაჩინე რომ თაფლიანის 9 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის ძმა ყოველთვის ნაცი იყო და ახლაც არის სხვათა შორის ახლაც არის? კი შვენიერი ძმა რა გინდა და სამწუხაროდ დავით ძმას არ უსმენს გონი ხალხი თავი რო უსმენდეს სალომე ზურაბიშვილის გარდა იმის თავისი FSB მაკონტროლებს ხო არა ეს წინაზე ხო თქვით რომ ეს ხალხი სინამდვილეში მაინც კოცები არიან და არასდროს არ მივლენ იმ მენტალურ გარდატეხამდე რომ უი თურმე დებილი ყოფილი ვარ და შეცდომა დამიშვა. არც არის ეგ რომ მივიდე მაგამდე მისვლა. რეალურად უნდა დაინახოს რომ ორი ის არის რა ეხლა ანუ მართლა ან ნაცი ხარ ან კოცი ხარ. ეხლა მესამე ვარიანტი არ არის ამ ქვეყანაში. ანუ რაც არ უნდა პროჭზე გაიხი არ არის რა. არა მართალია იმიტომ რომ საბოლოო ჯამში კოცნენაც გავიტანოთ იმიტომ რომ ეს ვიღაცას ეწყინება რომ აი იგი მე არ მაინიცი რაღაცა. ან ხარ პრორუსი ხო, ან ხარ ქართველი. ქართველი, ანუ მესამე ვარიანტი მართლა არ არის. პრორუსი თუ ხარ, ბუნებრივად ხარ კოცი. ხო. და პროქართველი და ქართველი თუ ხარ, ან პროჭიათურელი თუ ხარ, მაშინ ხარ მაშინ რა გამოთქვი, ანუ ვის ხარეზე უნდა იყო, ვინ არის აქეთ თავარი მაგნიტი ეს ძალაუფლების რა, ანუ კონსოლიდაციის მაგნიტი. ზურაბიშვილს რაც არ უნდა გაიჭინთოს და პროჭზე გაიხეს, შენი ტერმინოლოგია რო ვიხმაროთ, მაინც არასდროს არ იქნება, იმიტომ რომ ზურაბიშვილი არ არის საბოლოო ჯამში მაინც რუსეთს ემსახურება. ხო და ვინ არის, ესე იგი ნაცი ხარ ძვირფასო მაყურებელი. ზურაბიშვილს ქონდა ეგ პოტენციალი მაგალითად, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ რა ვიცი მე რო იქ ვიყავი, რა ქვია, კარტოგრაფების საქმეზე ვიყავი და დამავალეს რაღაცა ყლეობის გაკეთება, რომ ორი ადამიანი დამეჭირა, ეს რა ქვია, ხო, ეს გავაკეთე და დიდი ბოდიში ქართულ საზოგადოებამ ჩათვლილი რომ ოკეი, კაი, განდაბას. ბოდიში რომ ომის დაწყებას ხო, ბოდიში რომ ომის ანუ ეხა სად არის ეგრე რომ ეს რა ქვია, ანუ 1000 ყლეობა აკეთე და მე გამოხვიდე რომ მე ვარ ის რა ქვია, ლიდერი და მე წაგიყვანა, ანუ შეუძლებელია ჯერ ერთი ვინ გამოყვება
ну, ეს არ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ ბევრი გაყვა. გაყვა კი არა, ლიტერალურად კი არა. ლიტერალურად დაიბეჭდა ვიღაცა მის, რა ქვია, ხუძზე მაგის ის, რა ქვია. სლეის ალობეთ რაღაც ყლეობა ხო. ხო. ну, მოკლედ. საზოგადოებაზე ძალიან, საზოგადოებაზე კი არა, ჯენზიზე ქონა ძალიან დიდი გავლენა. ჯენზი არ არის. იმიტომ რომ ჯენზი არ არის ეს ჯენზი. იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ჯენზი არ არის და მეორე მან რა იყო რომ სალომე ზურაბიშვილმა რა გააკეთა რეალურად ჯენზის ხო კოცები ვერაკოცებენ ჯენზის აყლებები და გამოყლებება რაში გამოიხატება საბოლოო ჯამში რომ შენ ხარ ესა რა ნეიტრალური ტიპი რა მთავარია რომ აი ამ ორ პოლულს ნაცებს და კოცებს არ შეეხო რა შენთვის შეგიძლია იქ რა ვიცი მე კლუბებში იარო რაღაც შაბათ-კვირას კი მაგრამ რაღაცები აკეთო მაგრამ შეგაწყვეტინე გავიგე შეგაწყვეტინე მაგრამ ეს არ ეხება ჯენზის მე ჯენზი ვარ შენც ჯენზი ხარ თქვენც ჯენზი ხართ აქ ლევან ბერძენიშვილის გარდა ყველა ჯენზი არის კი ბატონო მაგრამ ხო არ ვიცი მაგრამ უყურე ხა რა ხდება ის ჯენზი რასაც ნამდვილი ჯენზია ის არის ჩუმი უმრავლესობა და ის რასაც მედია ეძახის ჯენზის ეს არის ის ხალხი ვისაც ახალგაზრდობის არ მქონე millennialმა white collar მედიაშნიკებმა დაარქვეს ჯენზი ჭურუმე შენია აი რასი თქვა ღმერთი შევა ჩაახუჭო ნარატივშიც ანუ წარმოგიდგენთ საქართველოში წარმოგიდგენთ ძვირფას მაყურებელს საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის რომლებიც არიან 27-დან არა 30-დან 40 წლამდე ასაკში არ მოდი 27-დან ვთქვათ 27-დან 40 წლამდე ასაკში რომლებსაც გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში კულტურული განვითარება სამართალივით და სიმართლივით ურემით მოძრაობს არ ქონიათ ახალგაზრდობა რაც ნახეს ფილმებში იმიტომ რომ ეს ხალხი ვიღაც გაიზარდა ნაცმოძრაობის დროს ეს ნაცმოძრაობის დროს რო გაიზარდა ამ დროს ეზიარდნენ ევროპულ კულტურას ეზიარდნენ ამერიკულ კულტურას ზოგი იქ იყო ზოგი ფილმებში ვიყურა ზოგი სერიალებში და ნახეს რომ ეს აღვირახსნელი ის ქონიათ მაგრამ ამასობაში გახდნენ 35 წლის ხო და ეს რა ქვია გვიანია უკვე თქვენთვის MDMA-ის წოვა ამიტომ ეხლა და ეს შეღებილით მიარით მიციარული. ამიტომ არ გინდა რა გავაკეთე და პროქსით ცხოვრობენ ამ ცხოვრებას ჯენზით. ანუ ჯენზის აბრალებენ რომ თქვენ ხართ ესენი რა ქვია ლიბერალი თაობა რაღაცა, მაგრამ ამავდროულად აი ეს სტატისტიკა ხო უყვართ ამათ მეცნიერებები და რაღაცები რო უყვართ. იგივე მეცნიერებები და სტატისტიკები და რაღაცები აჩვენებს რას. ის ჯენზი ყველა ქვეყანაში, საგინც საქართველოში, სადაც კულტურა მაინც ურემით მოძრაობს, ევროპაში და ამერიკაში განსაკუთრებით არის ბევრად უფრო მემარჯვენე კონსერვატორი. ამიტომ თქვენ რომ გატყუებენ ეს მედიებში მომუშავე და ონლაინ მედიებში მომუშავე ხალხი რომ აი ჯენზის საყურები უკეთია და ფერადით მაქვს და ტრაქს არ იწმენს და ეგეთი რაღაცები ეს არის ტყუილი იმათ უნდათ რომ ეგრე იყოს ჯენზი ეგრე იყო ჯენზი, იმიტომ რომ მასე უნდოდა თვითონ ეცხოვრათ, მაგრამ ვერ იცხოვრეს, იმიტომ რომ მამის თავში წამოარტყდა და ეთყოდა წადის სამსახური იშო. არა, წადის სამსახური იშო არა, კაცივით ჩაისვი ბიჭო, რაღაცა ეგეც. ხო. ხო და ეს არის მე ვარ ბესოების საზოგადოება, რომლებიც მამას იჯვალს და იბრძანს და როგორ ამბობს? Mas ხო, აი ეს ხალხია ძირფასო. არა, თან მართლა ეგეთი ტიპია ბიჭო, საშუალო სტატისტიკური ქართველია 40 წლის კაცი ეგეთი არის. კი, მე ვარ ბესოს არ უნდა. ყველას აგინებს ამიშლობა არ არის. ხო, კი ბატონო. ხო და მოდი ამ ჭიქით შენთან ვარ ალავერც რატი და შემდეგ თემაზე გადავიდეთ. კი, რაც არის დასვენების დღეები. ქართულ კულტურაზე გადავიდეთ და აიმე. არა, მეტი ფული არ ქონდა რა მეტი ზანტელი გვეყიდა და ამის გამოსწორება თქვენ შეგიძლიათ ისედაც გადავაჭარბეთ ჩვენი 20 ლარი ის იყო კუბდარი შეკვეთა იყო და 22 ლარი გადავიხადეთ მართალია 2 ლარი ყუთის იყო მაგრამ ხო გადავიხადეთ ხო გამომარჯოს მოკლედ აუ ჩვენც ახლა ვისვენებთ არა რას თქვია კაცო შრომობ leisure time არის ჩვენი რა დროსაც აი პროდიუსერმა მოგვართვა ქართული წყალი ბატონო ლევან ხო საქართველოს კონსტიტუციით
არა, კანონმდებლობით გვემატება 9 ახალი დასვენების დღე. ეს არის კონკრეტული დასვენების დღეები, რომელშიც არის გულისხმება დიდი დასვენებები, აღდგომები და ახალი წლები და რაღაცეები. ანუ ინდივიდუალური დასვენების დღეები და მე ხა მინდა გაგაცნო ეს დღეები, შენ ბატონო რატი. ბრძანით. რამდენი დასვენების დღე გვაქვს? მივალ მაგამდე, იმიტომ რომ ამაზე საინტერესო სტატისტიკა შეიძლება ჩვენ ამოვთხაროთ. ესე იგი, ღვთისმშობლის შობა. 21 სექტემბერი. მაგაზე ხო ვისვენებდით? ათი ღვთისმშობლობას ვისვენებთ? მარიამობაზე ვისვენებთ 28 აგვისტოს. ოკეი. ჯვართამაღლება 27 სექტემბერი. ანუ 21 სექტემბერი იყო ის, ეს 27 სექტემბერი. ანუ 6 დღეში უკვე ვისვენებთ ისე. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანა 4 დეკემბერი. მაიცადე. მირქმა 15 თებერვალი. შენ იცით მირქმა რა არის? ვიცოდი, დამოვიწყე. არა, ეხა გაიგებ, იმიტომ რომ დაისვენებ მაგ დღესაც დაისვენებ. რომ ექნება. წავიკითხო რა არის? აქ ვინმე მიცის მირქმა რა არის? ბატონ ლევან არა? არა ეს ბატონ ლევანმაც არის. ეს ლიტერატურაში არ გადის, ეს თეოლოგია. მე ხარება დიდი ქართული სპეციალიზმის აღსანიშნავად. ამაღლება ეგეც ვიცი. ოღონდ ეს ნახე, ეს მოძრავი დღესასწაულია, იმიტომ რომ ამ აღდგომიდან მე-40. ეს არის მოძრავი, როცა კიდე ჩაისვამრ. დეიოფი რა. ბიძინა დღეს. ზია ამაღლებლის. მაგრამ ეგ როგორ ხარ? ნახე, როგორ დემოკრატიული მთავრობა ყავს, ხარებას ხომ მიუძღვნეს დასვენების დღე. ზია ამაღლებულსაც მიუძღვნეს საბჭოთა დასვენების დღე. პირდაპირ ვიშოვებით ნიშნავს მიხუტებას. აჰა, და რა რელიგიურ ვიცი. რომ მიიხუტა. ღვთისმშობელმა რო ჩაიხუტა იესო ქრისტე. ბრავო. ნუ მაგ დღეს უნდა დაისვენო ხა. არ გვინდა ეს თეოლოგიური ეს შემოგარგო ესკატოლოგიური საკითხია ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ ამ ეთერში. ცალკე გადაცემა შეიძლება. ცალკე როცა თუ დაგჭირდება გაგარკვე მაგ ყველა ვიცი. კაი, ნუ ამაღლება მართლა იცი? რას ქვია? ოკეი. ეს ფილოსოფიის კაცი. ფილოსოფოს თეოლოგია, ეს გადაჯაჭვულია ერთად. რას ლაპარაკობ? ფერის ცვალება 19 აგვისტო, რომელიც ვიცი კი. ფერის ცვალება ვიცით, მე სუისვენებ ანუ 19 ჩემთვის დასვენება იყო ეგ. მაინც ყველა ისვენებს. ხო. უნივერსიტეტები არ არის, სკოლები არ არის და საქართველოში სამსახური არავის არ აქვს, მაინც ყველა ისვენებს. შემდეგ ნინოობა 27 იანვარი. ნუ ახლა ნინოობა უნდა აღინიშნო. მოიცაკას ნინოობა ეწერა. მარტო ნინოობას რატო აღნიშნავთ? ანუ რატო ვისვენებთ ნინოობას? საბაობას რატო არ ვისვენებთ? იმიტომ რომ ნინომ გაგვაქრისტიანა და საბამ რა გააკეთა. არ ვიცი. ხო და რო არის საქართველოს ხალხო, ამიტომაც უნდა იყოს დასვენება გეთანხმები, რომ გავიგოთ რა ხდება საბაობაზე. და ნიკოლოზობა 19 დეკემბერი. ნიკოლოზმა არ გაუკრისენებია. წმინდა ნიკოლოზი იგივე წმინდა ნიკოლოზი. ეს უდავადო და წმინდა ნიკოლოზი იგივე სანტა კლაუსი, ანუ იგივე თოვლის ბაბუა არის და ანუ ფაქტობრივად მაგას აქვს ახლა მთელი სეზონია. მთელი ორი კვირა ხო ბავშვების საყვარელი წმინდანია ალბათ. მაგრამ მაინც ახლა რაც ცალკე უნდა იყოს 19 დეკემბერი. ანუ კაროჩი გამოვიდა 1 2 3 4 5 6 7 9 დასვენების დღე ემატება საქართველოში ოფიციალურად. აი ეს ამაში არ შედის როგორც რატი მახსენე არ შედის საახალწლო დასვენების პერიოდი და სააღდგომო დასვენების პერიოდი და კიდე გვაქვს ეგეთი რამე დასვენების პერიოდი? არა, წესით არა. სააღდგომო სკოლებში და იქ არის მგონი რაღაცები. ნუ მოკლედ ესეთი არაფერია. ემატება ეს 9 ახალი დღე. მაგამდე რამდენი იყო? მაგამდე იყო 14. 14 დღე. ანუ მათემატიკურად რამდენი გამოდის? არ ვიცი. 23. ალბათ ვიცი რაღაცეები. 23 დღე, რაც ნიშნავს შემდეგს რატი. შენ ხო რა შევწყვეთ. აბა, რა რიცხვები მითხარი? 14 და 9. 14-ს მივუმატოთ 9. აი მაყურებელსაც ხო, ნამდვილად live fact checking. დაფიქსირეთ თუ შეიძლება. live fact checking მათემატიკა, რომ მე მათემატიკა ვიცი, დიახ. და შესაბამისად 23 დღე წელიწადში დასვენების რო გაქვს, ეს საქართველოს აჩენს ისეთ ქვეყნებსთან შორის დასვენების დღეებით, როგორიც არის ამბანის მიხედვით მიღები. არა, ტოპობის მიხედვით ვიყოთ. ესე იგი, ჩვენ გავასწრებთ ბანგლადეშს, უფრო მეტ ვისვენებთ ვიდრე ეგენი, თუ ბანგლადეშს კი? ბანგლადეშს ვასწრებთ, იმიტომ რომ 22 დღე აქვს. ოკეი. მაგრამ ჩამოვრჩებით შრი-ლანკას
25-ით, მიანმარს, რომელსაც 25 აქვს, ირანს, ინდოეთსა და ნეპალს, რომელსაც ბოლო ორს აქვს 35-35. ანუ ინდოეთს აქნება, იმიტომ რომ ბევრი ღმერთი ყავთ მაგრამ. ხო, თალსახად. ინდოეთს გავუტაროთ ეს. მაგრამ ანუ ტოპ 6-ში შევდივართ. ანუ ის ხო არის რაგბზე რო ითხოვენ რომ ეს 5 ქვეყნის გადავიყავათ ჩაამაყოს საქმე. რაღაცაში ხო წარმატებულები ვართ, ანუ უსაქმურობაში. უსაქმურობაში წარმატებულები ვართ და თან არა მარტო უბრალოდ წარმატებულები, ტოპ 6-ში ვართ. ანუ საქართველოს ამაში ლიდერობს თალსახად. და რა მარტივი არის რომ პირველ ადგილზე გადავიდეთ, ანუ რამდენი დასვე მოგვაკლია რაღაცა? არ დათვალეს 12 დასვების დღე არის არაფერი. რეალურად ვისვენეთ ეგ დღეები, უბრალოდ ანუ მაგრამ ეს არის ის რა ფორას ვაძლევთ, ანუ ეგ დღეები არ შეყვავს, რომელიც დიდი დასვენებებია. ხო, ანუ ეხლა საქართველოს ხო უნდა იყოს ისეთი, ცოტა დანერხვილი ქვეყანა უნდა იყოს, რომ ყველაფერში პირველი ხო არ ვიქნებით. ეხლა მე მინდა გადავიდეთ ჩვენს შემდეგ თემაზე, მაგრამ ის სხვათა შორის ერთი-ორი მაგაზე ვისაუბროთ რა. საქართველოში არასდროს არ ყოფილა მუშაობის კულტურა. იმიტომ რომ უყურე ხა კათოლიკურ ქვეყნებში მაგალითად მუშაობის კულტურა არ ყოფილა, იმიტომ რომ კათოლიკური ეკლესიას არ აწყობს ეს ფაქტი, რომ ხალხმა იმუშაოს და ფული ქონდეს, იმიტომ რომ მე კათოლიკური ეკლესიას ყველა დაიგიდებენ. პროტესტანტულ ქვეყნებში, ჩრდილოეთს, ხო, ნუ იქ პირიქით იყო, რომ ლუთერის მოძღვრებაში ასევე შედიოდა ის ფაქტი, რომ ის ფულის ქონა და რაღაცა კი არ ტეხავს და კი არ უნდა იტანჯო ამ ქვეყანაზე და მე ამას კი არ დაგიფასებს ღმერთი. შეგვიძლია ეხაც კარგად იცხოვრო, კარგად ნორმალურად იცხოვრო და არა მარტო ეგ, ანუ პირდაპირ ის არის კაცო, ანუ თუ რაც უფრო მეტ შრომობს, მით უფრო წინ ხარ ამ ემაში რაღაცა. ხო, უფრო კეთილშობილი ადამიანი ხარ და უნდა შეხვიდე იმ რაღაც 1000 ადამიანში, რომელიც ყველაზე მეტ შრომობს და მეტი ფული აქვს. კეთილშობილების რიცხვში აღმოჩნდები, იმიტომ რომ ბევრი შრომობს. თუმცა ეს თალსახად ამას დროულად მოიაზრებს, რომ შენ არ უნდა შეიტყაპნო ეს ფული და რაღაცა ბუნებრივად უნდა ვოლუნტარიზმით უნდა განაწილო ეს ფული. ოკეი, გასაგებია, მოკლედ. ამან შედეგი გამოიყო კათოლიკურ ქვეყნებში ზარმაცი ხალხი იყო, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში იყო უფრო მომუშავე ხალხი. ეს ოკეი, მაგრამ ამასობაში დაეჯახნენ ინდუსტრიულ რევოლუციას, რომელშიც თქმა უნდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა ბევრად უფრო კარგად მოიკიდეს ფეხი, მაგრამ სამხრეთ ევროპის ქვეყნები იძულებულები იყვნენ, რომ ფეხი მოიკიდებინათ. მაგრამ საქართველოს არ დაჯახებია ინდუსტრიალიზაცია. საქართველოს დაეჯახა რუსული არმია. საქართველოს დაეჯახა წითელი არმია. ხო და საქართველოში ინდუსტრიალიზაცია რო არ ყოფილა, შესაბამისად ხალხს არ ქონია ეს, რომ იქნება იმუშავა რაღაცა. არა, პირიქით კაცო, მაინც იყავი მიწაზე იმუშავე, გლეხი იყავე რაღაცა და ხო არა, თან ნახე ისტორიულად როგორ არის, რომ ესე იგი ჩვენ ხო მაშინ როცა ევროპაში რა ქვია კაპიტალიზმი ვითარდებოდა და მე არის რომ ეს რაღაცა სოციალისტური იდეები შემოდის, ხო ანუ როცა კაპიტალს აგროვებენ ესე რომ რაღაც ბევრი აქვს და ეხლა რომ მოდი ხო აბა გავანაწილოთ, იმიტომ რომ იმას რამდენი აქვს ჩვენთან იყო რომ პირდაპირ ანუ გლეხებთან მოვიდნენ და რაღაც წაართვეს რაღაც ორი ძრო ხარ ქონდა ერთი წაართვა და აი იყო არანაირი გაკულაკება ხო კაპიტალიზმი არ ყოფილა რა ხო ნუ მოკლედ ფაქტი ის არის რომ თუ სამხრეთ ევროპის ქვეყნებს მოუწიათ რომ ცოტა შეემოკლებინათ დასვენების დღეები და რაღაცეები ჩვენ ეგ არ მოგწევია და შესაბამისად არც შრომის ეთიკა არ განგვვითარებია და ეხლა რა თქმა უნდა ამდენი შრომის მერე ამდენი ისედაც ხო ეგრეა რამდენი საჯარო ის ყავს რა ქვია საჯარო სექტორში დასაქმებული არაფერში რო ფულს იღებს ეგეთი ადამიანი რაც ამ ცალკე მიზეზებიც აქვს მაგას მაგრამ ეხლა რო დაფიქრდე რეალურად ანუ არა რომელ ქართველს არ ემძობა რომ ის რა ქვია უფასო რაღაც სადღაც გაფორმებული იყოს და ხელფასი ერიცხებოდეს რა ჩვეულებრივი ის ანუ შრომა არის აუ შრომა ხო შრომობ იმიტომ რომ მე არ იშრომო ხო ანუ და ხელფასი როგორც კი იღებს ქართველი რასაკეთებს ხარჯავს რაში ჭამაში უდრის მაგრამ არა უდრის ჭამაში არ ხარჯავს ხო ის არის რომ შრომა არის ის კი არა რომ მე შრომა აპატიოსნებს და რაღაცა აკეთილშობილებს არამედ შრომობ იმიტომ რომ მე აღარ იშრომო და იგოტრიალო ტახტზე რაც ოკეი კაი გრაინდია მესმის მაგ გრაინდის მოღავი მაგრამ ამის ეთიკა არ არის ხო შრომის ეთიკა ტახტზე კოტრიალი რომ დაიმსახურო მართლა უნდა იშრომო და არა ის რომ აი სამსახურში მივედი და იქ მე ყავა ვუსურვებ მთელი დღე და არაფერი არ გამიკეთე. და ეგ თან ითარგმნება იმაში რომ შენ ხო გინდა რომ ეს იკოტრიალო ბევრი და შეიძლება სამსახური ხო მაგის უფლებას ვერ გაძლევს იმიტომ რომ რა ვიცი 1000 ლარს გიხდიან რა ხელფასში. შესაბამისად რადგან შენი мотиваცია არა მუშაობა არამედ კოტრიალი არის მე რეიწყებ რა ვიცი მე მოპარვას და იქ რა ვიცი რა და მე სახელმწიფო გაძლევს 9 დღეს რომ კიდე იკოტრიალო დამატებით და ის რა ქვია რავია ძალიან ლოგიკურია რომ მაგას ემთხვევა რომ მე რა ვიცი ისე ჩემს სამსახურში ესე არის რომ
ლაპარაკის დღეებზე არ ვისვენებთ, რაც ბატონმა ირაკლი კობახიძემ ხა დასვენების დღევად გამოაცხადა, მაგრამ ზატო ეს გემატება day off-ებად. ოკეი. ანუ იდეაში მე ხა 9 day off-ი შეიძლება დამემატოს და კამერა ისა თუ შეიძლება ინზინა შრომა მაცალე გასაკეთებ კაცო ანუ მე დიდი სიამოვნებით მივიდოდი ამ 9 დღეზე სამსახურში და ვიმუშავებდი, მაგრამ სხვა თუ არ იქნება იქ არავინ. როგორ გავაკეთო ეს? კაი, გადავიდეთ ჩვენს სალაპარაკოს შემდეგ თემაზე რა შეიძლება. ბოლო თემა დაგვჭა მგონი და ბარემ თუ არა. ბოლო ეგ დასვენების დღე. ბოლო შვენი მტრისთვის იყოს. ბოლო თემა იყო შვენი მტრის გაუმარჯოს ზანდუკელი და ბიჭო ანუ ვერ კაცი ანუ პროსტა მე ვერ ხვდები ანუ აი არის რაო ზელენსკი და ტრამპი შეთანხმდნენ არა მართლა ანუ რა პონტია ანუ რა ის ერთი წითელი კურტკა აი ამორ ფაქტი დაგვენძრა გაიდა რა საუბარ მართლა გენაცვალე ბიძინა ასცენდენ ხოლმე რასების დროს ესეთ ყველა უბრალოდ არა ისინი ეხლა მიხდა რომ ნარატივი აგვერია რაღაც ანუ ყველა თავრობა შეიძლება რაღაცა punching baby ოკეი ეს არა ქვია ზურაბიშვილის სახლთან უსროლიან შო ეგ ანუ მართლა მოხდა ანუ დილის 5 საათზე რა ვიცით რომ ბაქალს რაბე ის ბოლანდებები არა აქვს რომ ვაიმე მძინარე ცხინვალს ყარ ბომბავენ შეიძლება რაღაც საცხოვროს მძინარე სოლოლაკში ხო ხო არა იმიტომ რომ მე ეს მგონია რომ ეხა მიხდა რაღაც პოინტში რომ ეკარგება რა ვარსკვლავობა ეკარგება და ყველა პლეგონია და გამოვიდა და გამოაცხო ეს რაღაც სირობა რომ ხო თან ისიც კი არ ვთქვათ რომ აი 40 კაცი მე დამადგა და მე მესროლიენ ხო არა პროსტა ჩხუბი ანუ საკუთარი თავი შემოაგდო პოლიტიკურ წემაში რა ქვია ყურადღების ცენტრში მაგრამ სხვერპლად არა ხო რა ვიცი რა ანუ ის ძალიან იცის რაღაცეები კი ხო არა ეგ კარგად გამოვიდა მე არ მგონია რომ ეგ სწორი მართლა მოხდა ისევე როგორც 7 ნოემბერი მაგრამ თუ მოხდა უნდა მოხდარიყო ხო არ ვიცი რა ვიცი რამეს ხო დაამატებდი კიდე სალამე ზურაბიშვილზე არა ეგ არის ხო რა ანუ სალამე ზურაბიშვილს ჯობია რომ არ ვილაპარაკოთ იმიტომ სალამე ზურაბიშვილზე როგორც თქვი მე ვილაპარაკებ ახლა სალამე ზურაბიშვილზე და მაგასაც უყურებს ხალხი იმედია რა რას ქვია იმედია კი არა უყურებს მორჩით დასრულდა სალამე ზურაბიშვილზე და გაჩერება არ შეიძლება ეს კიდე რა მოხდა არაფერი არ მოხდა რა განსაკუთრებული ხალბეუშვილის პოდკასტი დავაშავთავთეთ რუსი მოვკალით ნუ რო დაუხვჩვენ ეს რა ქვია ხანძარი განუხილიენ გახარიას მადლობა გადაუხდიან კი ბატონო ეს ყავდა სტუმარს ვესაუბრეთ ბატონ ლევანს ვესაუბრეთ თუ შეიძლება დაგვემშვიდობოს ეს მოდი close up ბერძენიშვილის იყოს close-up-ი თუ შეიძლება. ხო, დიახ, ბატონ ლევან. მე ვიტყოდი რომ ასე ვთქვათ, დამშვიდობება როგორც ასეთი არის ცუდი ნიშანი და ამიტომ ჯობია რომ ბიზინა დაგვემშვიდობოს და არა ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენ შემდეგ ვიღაც დიდი ალბათობით რა ვილაპარაკებთ და თუ რაზე ვილაპარაკებთ, ეგ არ ვიცი. იმიტომ რომ მე თუ არ მომეკითხება ზოგადად. არა მაინც ლაპარაკობ. და ეს ხამის ბატონ ლევან ეს ხამის ბოლო პოდკასტი თქვენ რას მოგახსენებთ? მე რომელ პოეზიურ ნაშრომს? მე ამას შევადარებდი ზოგადად დიახ? კავშირი დიახ. ნაშრომს არწივი ნახე დაჭრილი ყავ ხოლმე თეომეტოდა, იმიტომ რომ არწივი თუ ბლატარს
აი დაგვეკარგა ბატონი ლევანი ეს მაყურებელო ანუ სამწუხაროდ რაღაც ხარვეზი არის და დიდი მადლობა რომ გვიყურებდით ჩემი აზრით ბატონი ლევანი იმის თქმას ცდილობდა რომ არც ვინახე დაჭრილი ეს არის მიხეილ სააკაშვილი რომელიც ეხა დაჭრილი არის შენი აზრით ლევანი როდის დაწერს პოსტ იმასთან დაკავშირებით რომ ტყუილად ებრძოდა მიშას თუ უკვე არ აქვს დაწერილი მე მახსოვს რომ არ აქვს დაწერილი მიშას პოსტზე დაწერა რაღაცა მაგრამ დაწერა? ხო რაღაცა ოღონდ ესე ტყუილა გებრძოდი თუ რაღაცა არა მაგრამ ნუ ეხლა თლად გუბაზის დონეზე აპოლოგეტიკური ყველას დაგვიბრუნდა მეგული აქედან გამომდინარე მე ვერაფერს ვერ დავწერ მაქსიმუმ ვიღაცა გამოცდილებულმა ბავშვმა ჩემი ხმით ინტერნეტში ლაპარაკობს და რაღაცა ვიდეოში ჩემი სახელით რაღაცები თქვა თორე მე აზი ვერაფერს ვეღარ დავწერ დიახ ბატონო ლევან ცალსახად მე მგონი თქვენ დაბრუნდით Facebook-ზე მე ესე ვახსოვდა მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ვწდებოდი და გავქვემო ბატონ ლევანზე უკეთ შენი სარგეცვენია არ ვიცოდი გავქვემო Facebook-ზე გამახსენდა უბრალოდ მიწოვებულ Facebook-ზე გამახსენდა ბასილ ყობახიძე ბატონი ბასილი ღერთო ბატონო ბასილ ეხა აქ თქვენ არ ხარ აუ ბასილის უნდა ყავდას ბაზარი არა ხო არა ბასილ ყობახიძე ის ბასილი რომელიც ჩვენ გვინდა რომ ყავდეს გერმანიაში და ნამდვილი ბასილი აქ არის თუ საფრანგეთშია საფრანგეთში ხო, საფრანგეთში. ნუ მოკლედ, ბატონო ბასილ, დაგვიბრუნდით Facebook-ზე. არსებობს ხალხი, ახალგაზრდები, რომლებსაც გვესმის თქვენი საუბარი და ვიცით, რომ იმდაც ახლა ფრუსტრირებული ხართ და მესმის თქვენი ფრუსტრაცია, მაგრამ გისმენთ აუცილებლად. გვესმის და ყველა ვიდეო შენახული გვაქვს. კი, და უყურებთ. და вообще სტუმრად თუ მოხვალ კლარ მაგარი კი, თან. ა ჩაგვერთვება ნუ მოსულ. აი აქ. ხო. და განსხვავებით ვიღაც კვერცხი ქართველი ჟურნალისტებისა ჩვენ გალაპარაკებთ. ხო და ხო ანუ ყლეობა შეკითხავს არ დავსვამთ ანუ რა ვიცი და ისა როგორც ბატონი ბასილი აბობს არ გავიფხორებით ფარშევანგებივით როგორც ქართული მამები ვიფხორებიან ამიტომ ასე და ასე რელიგიური ჰოლიდეები დაგვემატა და დენის ყლაპლანდიელის გვენდა ასე რა და ბატონო ბასილამის თეოლოგიას თუ შეადგენთ თქვენ და გამოგიგზავნით ძალიან მოგვეწონება მადლობა ყურების თვინა და ჩვენი ფულის მისამართი არის ქვევით და მოგვეცით კი ბატონო დროებით მორჩით ცალსახად მორჩანო